ჩინეთმა შეწყვიტა ნეიტრალიტეტის თამაში და შეიძლება ითქვას ოფიციალურად ჩაერთო რუსეთის ომში უკრაინის წინააღმდეგ. ამავე დროს პეკინმა დემონსტრაციულად გაუშვა ბალისტიკური რაკეტა ავსტრალიის მიმართულებით, რათა ეჩვენებინა თავისი მზარდი ბირთვული პოტენციალი. სამი გამოცემის, Der Spiegelis, Insideris და Le Monde's ერთობლივმა გამოძიებამ აჩვენა, რომ ჩინეთისა და რუსეთის თანამშრომლობა მხოლოდ ორმაგი დანიშნულების პროდუქციის მიწოდებით არ შემოიფარგლება. ორი ქვეყნის მჭიდრო სამხედრო თანამშრომლობა, რომელიც პირდაპირ უკავშირდება ომს უკრაინის წინააღმდეგ, მინიმუმ 3 წელია გრძელდება. და საუბარი არ არის მხოლოდ დახურულ წვრთნებზე, სადაც რუსეთის ჯარისკაცებს ამზადებდნენ უკრაინის წინააღმდეგ ომისთვის. არა, ეს წვრილმანია. ჩინეთისა და რუსეთის სამხედროები საიდუმლო თანამშრომლობას ახორციელებენ კოსმოსური შეიარაღებისა და თანამგზავრების განადგურების სფეროში. ინტეგრირებული საჰაერო და ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემები, ავტონომიური ბარაჟირებადი საბრძოლო მასალები როის რეჟიმში, ახალი თაობის ჯავშან ტექნიკა და საკითხების სამხედრო ავიაციის სფეროში. და რაც მთავარია, ჩინეთი რუსეთს ეხმარება Starlink-ის კავშირის წინააღმდეგ ბრძოლის ტექნოლოგიის განვითარებაში, რათა უკრაინის შეიარაღებული ძალები დააბრმავოს. ამავე დროს ჩინეთმა ჩაატარა უკიდურესად იშვიათი ბალისტიკური რაკეტის გამოცდა, რომელიც ატომური წყალქვეშა ნავიდან გაუშვეს წყნარი ოკეანის დასავლეთ ნაწილში. ასეთი გაშვება პირველი იყო მრავალი ათწლეულის განმავლობაში და უკვე გამოიწვია შეშფოთება ამერიკის შეერთებულ შტატებში, იაპონიაში, ავსტრალიაში, ტაივანში და ინდოწყნარი ოკეანის რეგიონის სხვა ქვეყნებში. ამავე დროს ჩინეთმა ფარისეულურად განაცხადა, რომ ულტიმატუმის ფორმით უბრძანა ვლადიმირ პუტინს, არ გამოეყენებინა ბირთვული იარაღი უკრაინის წინააღმდეგ ომში. ჩემი სახელია ალექსეი პეჩი, მოდით ერთად განვიხილოთ ჩინეთისა და რუსეთის თანამშრომლობის საკითხი და ის თუ როგორ ეხმარება ჩინეთი რეალურად რუსეთს ბრძოლის ველზე უკრაინის წინააღმდეგ ომში. ამასთან დავეყრდნობით ოფიციალურ დოკუმენტებს, რომლებიც ერთდროულად სამმა გამოცემამ მოიპოვა. Der Spiegelმა, Insiderმა და Le Mondeმა. მაგრამ სანამ დავიწყებთ, გთხოვთ გამოიწეროთ ეს არხი, დაალაიქოთ და დაწეროთ ნებისმიერი თქვენი ვრცელი კომენტარი ამ ვიდეოს ქვეშ. იმისთვის, რომ ეს გამოშვება რაც შეიძლება მეტმა მაყურებელმა ნახოს, რადგან სწორედ ასე მუშაობს YouTube-ის ალგორითმები, და აუცილებლად გამოიწერეთ, რადგან ჩვენ უკვე თითქმის 300,000 ვართ. მოდით მივახოლოდეთ ამ ნიშნულს. მოდით დავითხოვთ ჩინეთისა და რუსეთის თანამშრომლობით. ჩინეთმა არაერთხელ განაცხადა, რომ რუსეთს და უკრაინის დაპირისპირებაში ნეიტრალიტეტს ინარჩუნებს და ომის დასრულებისკენ მოუწოდებს. მაგრამ Der Spiegelis, The Insiderისა და Le Monde's ერთობლივმა გამოძიებამ აჩვენა, რომ ჩინეთი მხოლოდ რუსეთისთვის ორმაგი დანიშნულების პროდუქციის მიწოდებით არ შემოიფარგლება. არა, ორი ქვეყნის მჭიდრო სამხედრო თანამშრომლობა, რომელიც პირდაპირ უკავშირდება უკრაინის წინააღმდეგ ომს, მინიმუმ 3 წელია გრძელდება. სამი გამოცემის ხელთ აღმოჩნდა ჩინეთ-რუსეთის ფორუმის დოკუმენტები. სამხედრო ტექნიკური თანამშრომლობის ფარგლებში, რომის დროსაც ტარდებოდა არასოდეს გასაჯაროებული შეხვედრები. ეს მასალები მოიცავს 5 სფეროს: კოსმოსური შეიარაღება და თანამგზავრების განადგურება, ინტეგრირებული საჰაერო და ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემები, ავტონომიური ბარაჟირებადი საბრძოლო მასალები როის რეჟიმში, ახალი თაობის ჯავშან ტექნიკა და სამხედრო ავიაცია. როგორც გასაჯაროებულ მასალებიდან ჩანს, ჩინეთმა ჯერ კიდევ 2023 წელს შესთავაზა აქტიური ბრძოლა ილონ მასკის Starlink-ის კავშირის წინააღმდეგ, მათ შორის ორბიტაზე თანამგზავრების პირდაპირი განადგურებაც. როდესაც ილონ მასკმა უკრაინის თხოვნით წლის დასაწყისში რუსი სამხედროების ხელთ არსებული Starlink-ის ტერმინალები გათიშა, მათ დაიწყეს ჩინური გადაწყვეტილებების გამოყენება. ამაზე კერძოდ წერს Der Spiegel. 2026 წლის თებერვლიდან ფრონტის ხაზის გასწვრივ გამოჩნდა რადიოანძები, რომლებიც ინტერნეტთან წვდომას უზრუნველყოფს და უკრაინაში უშვებს ჭკვიანი დრონების ჯგუფებს, რომლებსაც ფრენისასაც კი შეუძლიათ სამიზნის შეცვლა. და როგორც მიხვდებით, ეს რუსების მიერ შექმნილი არ არის. არა, ეს პეკინის პირდაპირი დახმარებაა. ცოტა ხნის წინ ჩინეთის მაღალი რანგის ოფიცრებმა თავად იხილეს ეს ყველაფერი, როცა უკრაინის ფრონტზე იმყოფებოდნენ. და როგორც მათ განაცხადეს, ისინი იქ დამკვირვებლებად იმყოფებოდნენ, მაგრამ სინამდვილეში სწორედ ამ ტექნოლოგიის საბრძოლო პირობებში გამოყენებას სწავლობდნენ. დოკუმენტში, რომელიც სამმა გამოცემამ მოიპოვა, აღნიშნულია, რომ ჩინეთის აეროკოსმოსური მეცნიერებისა და ტექნიკის კორპორაციის მკვლევრებმა
რუსებს ანგარიში გადასცეს იმის შესახებ, რომ Starlink-მა უკვე თითქოს და კოსმოსური ბლოკადა შექმნა. Ჭიდროდ დაიკავეს დაბალორბიტული მონაკვეთები და ელექტრომაგნიტური სპექტრის საკვანძო დიაპაზონები ისე, რომ ეს გამორიცხავს კონკურენციის შესაძლებლობას. ამიტომ მათ ეს აგრესიად შეაფასეს და დაასაბუთეს, რატო არის საჭირო ილონ მასკის ამ სისტემასა და ტექნოლოგიასთან ბრძოლა. ჩინელებმა რუსებს შესთავაზეს, ჯერ იურიდიულად დაახშონ Starlink სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში, განაცხადონ, რომ ეს მონოპოლია, აგრესიის აქტია, ეს არის მცდელობა მთელ მსოფლიოს თავისი ტექნოლოგიები დაახშონ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მოკლედ, იურიდიულად მაქსიმალურად დაახშონ Starlink. ამის შემდეგ ჩინეთი და რუსეთი აპირებენ დაიკავონ ის სიხშირის სპექტრი და ორბიტები, რომლებიც ახლა გათავისუფლდება. იმისთვის, რომ ილონ მასკმა უბრალოდ ვერ შეძლოს თავისი Starlink-ის სისტემის გაფართოება, ანუ დაიკავოს ის სპექტრები, რომლებიც აუცილებელია Starlink-ის გასაფართოებლად, და ამის შემდეგ ფიზიკურ განადგურებაზე გადასვლა. პირველ რიგში ეს არის კიბერშეტევები Starlink-ზე სამოქალაქო მომხმარებლების ტერმინალების მეშვეობით. და აი ამ დოკუმენტში. პირდაპირ წერია, რომ შემოთავაზებულია კალბი ცდომის გამოყენება, ვირუსებით დაინფიცირება და სისუსტეებით მანიპულირება. ასევე ჩინელმა მკვლევარებმა შესთავაზეს Starlink-ის თანამგზავრების ორბიტაზე განადგურებაზე გადასვლა. მაგრამ ამ ეტაპზე საუბარია იაფიან ჩინურ ჩამჭრელებზე, რომლებიც ანადგურებენ ძვირადღირებულ ამერიკულ ტერმინალებს. 2025 წელს მოსკოვში ჩინეთის დელეგაცია ჩამოვიდა. დელეგაციას ხელმძღვანელობდა პოლკოვნიკი ტუნ სიაოფენი, ცენტრალური სამხედრო საბჭოდან, რომელიც პასუხისგებელია შესყიდვებზე და აქვს პირდაპირი ცდომა ჩინეთის უმაღლეს სამხედრო ორგანოსთან. იმავე წლის მაისში ჩინეთის დელეგაცია ეწვია ჟუკოვსკის თიხომიროვის სახელობის ხელსაწყომშენებლობის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტს. ეს ინსტიტუტი, რომელიც რადარების პროექტირებაზეა პასუხისგებელი, სხვა საკითხებთან ერთად პასუხისგებელია Su-57-ის გამანადგურებლებისთვის ბელკას რადარის შექმნაზე და უახლესი რუსული სააერო თავდაცვის სისტემების ძირითადი კომპონენტების შექმნაზე. რუსეთის მხრიდან ყველაზე თვალსაჩინო დელეგატი იყო პაվել სოზინოვი. ის არის ალმაზანტეის მთავარი კონსტრუქტორი. ყველაზე გამოცდილი შეიარაღების კონსტრუქტორი რუსეთის სააერო თავდაცვის სისტემაში. პასუხისგებელია მთელი საზენიტო სარაკეტო კომპლექსების ხაზზე. S300, S400 და S500. და როგორც მითითებულია დოკუმენტებში, ერთ-ერთი საკვანძო რგოლი ერთობლივ პროგრამაში. ეს არის ახალი თაობის საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის კომპლექსური სისტემა. ის განკუთვნილია ბალისტიკური რაკეტების, მანევრირებადი საბრძოლო ბლოკებისა და ჰიპერბგერითი რაკეტების ჩამოსაგდებად ფრენის საბოლოო ეტაპზე. გეგმის მიხედვით სისტემა უნდა აჩერებდეს საშუალო მანძილის ბალისტიკურ რაკეტებს 4000 კილომეტრამდე დისტანციაზე. გარდა ამისა, მას უნდა შეეძლოს მიზნების განადგურება, რომლებიც გვერდითი აჩქარებით 25G-მდე მანევრირებენ. ასევე მას უნდა შეეძლოს ჰიპერბგევითი რაკეტების შეჩერება 40 კილომეტრამდე სიმაღლეზე. ეხლა კი ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი და მე მოგიყვანთ ციტატას უკვე The Insider-ის გამოცემიდან. ფორუმზე წარმოდგენილ პრეზენტაციაში, რომელიც ეკუთვნის ჩინეთის სახალხო განმათავისუფლებელი არმიის სამხედრო მეცნიერებათა აკადემიის მკვლევარს ალი ჟუნს, შემოთავაზებულია ჩინეთისთვის რუსეთის უპილოტო აპარატების საბრძოლო მოქმედებების შესახებ მონაცემების გადაცემის სისტემატიზაცია უკრაინაში. ჩინეთს აქვს 160 ტიპის ბარაჟირებადი საბრძოლო მასალა, 50-ზე მეტი წარმოებლისგან, მაგრამ პრაქტიკულად არ აქვს რეალური საბრძოლო გამოცდილება, არც ერთის გამოხსნებაში. რუსეთს კი აქვს მონაცემები უპილოტო აპარატების საბრძოლო გამოყენების შესახებ. წინადადება მდგომარეობს იმაში, რომ გაცვლა ფორმალიზდეს. რუსეთი იზიარებს ბრძოლის ველიდან მიღებულ ცოდნას, ხოლო ჩინეთი ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიებსა და მასობრივი წარმოების რესურსებს, რათა ერთობლივად შეიმუშაონ ავტონომიური ჯოგური საბრძოლო მასალის შემდეგი თაობა. ამ შეთანხმების შედეგები უკვე ჩანს უკრაინის ომის მიმდინარეობისას. ავტონომიური უპილოტო აპარატი V2U, რომელსაც რუსეთის ჯარები იყენებენ უკრაინაში, მუშაობს ჩინურ ხელოვნური ინტელექტის მოდულებზე, ჩინურ ლიდარის სენსორებზე, ჩინურ ბატარეებსა და ჩინურ მყარსხეულოვან დისკებზე. კომპონენტების მიწოდება უკვე დამყარებულია. და აი ფორუმის მონაწილეები გუანჯოუში განიხილავდნენ, როგორ გამოცდიან ჩინეთის საინჟინრო გადაწყვეტილებებს ფაქტობრივად უკრაინის ბრძოლის ველზე. გარდა ამისა, რუსები, ეს უკვე დადასტურებულია ამ დოკუმენტებითაც, ჩინელებს გადასცემენ კვლევისთვის განადგურებული ჯავშან ტექნიკის ნარჩენებს. ჩინელები ატარებენ დეტალურ შეფასებას უკრაინაში რუსული ჯავშან ტექნიკის განადგურების შესახებ.
ჯაველინის, ენლოუს, ბაირაქტარ თბორის, Switchblade 600-ის და HIMARS-ის სისტემების გამოყენებით. და შემდეგ კიდევ ერთი ციტატა გამოძიებიდან. მომხსენებლის ჩანაწერებში პირდაპირ წერია, რომ სანქციების, განსაკუთრებით კი ჩიპებსა და ნედლეულზე მოქმედი შეზღუდვების პირობებში, ჩინეთმა და რუსეთმა უნდა გამოიყენონ ერთმანეთის მიწოდების არხები, ვიწრო ადგილების პრობლემის გადასაჭრელად. იგულისხმება, რომ ჩინეთი აწუდის მიკროსქემებსა და ელექტრონიკას, ხოლო რუსეთი ნედლეულს და იმ კომპონენტებს, რომელთა მიღებაც ჩინეთისთვის დასავლური სანქციების გამო რთული. შედეგად რაუნდზიებლები ასქმიან, რომ მოსკოვსა და პეკინს შორის ყალიბდება სამხედრო პარტნიორობა, რომელიც შრომის დანაწილებაზეა დაფუძნებული. რუსეთი უზიარებს ომის გამოცდილებას, ხოლო ჩინეთი აწუდის ელექტრონიკას, ნახევარგამტარებსა და ტექნიკას. ის, რასაც რუსეთი უკრაინაში სწავლობს, ჩინეთს შეიძლება გამოიყენოს ტაივანზე შესაძლო თავდასხმის შემთხვევაში. ის, რასაც ჩინეთი ავითარებს, რუსეთი იყენებს ფრონტზე უკრაინის წინააღმდეგ. მაგრამ დაუბრუნდეთ Starlinks. როგორც უკვე წერს Der Spiegel, არსებობს სერიოზული მტკიცებულებები იმისა, რომ Starlink-ის წინააღმდეგ ბრძოლის გეგმებზე მუშაობა აქტიურად გრძელდება. ჩინეთში გამოჩნდა სხვადასხვა პუბლიკაციები, სადაც განიხილავენ კონკრეტულ ზომებს ლაზერული იარაღიდან დაწყებული მიკროტალღურით დამთავრებული. ანალოგიური მცდელობები აღინიშნება რუსეთშიც. გარდა ამისა, რუსეთი განთავსებს რადიოელექტრონული ბრძოლის სისტემას სახელწოდებით Volna Kupol Garanti, რომელიც ასხივებს საკმაოდ ძლიერ სიგნალს, რათა დაარღვიოს Starlink-ის მუშაობა დაახლოებით 20 კვადრატულ კილომეტრს. სხვათა შორის უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მრჩევლის სერგეი ბესკრესტნის თქმით, ფრონტზე უკვე დაახლოებით 10 ასეთი სისტემა აღმოაჩინეს და უკრაინის შეიარაღებული ძალები ცდილობენ მათი განადგურებას საკუთარ უპილოტო აპარატებით. და აშკარაა, რომ ასეთი სისტემა ასევე რუსეთისა და ჩინეთის თანამშრომლობის შედეგია. ამავე დროს ჩინეთმა ჩაატარა უკიდურესად იშვიათი ბალისტიკური რაკეტის გამოცდა, რომელიც ატომური წყალქვეშა ნავიდან გაუშვეს წყნარი ოკეანის დასავლეთ ნაწილში. ასეთი გაშვება პირველი იყო მრავალი წლის, შესაძლოა 10 წლეულების შემდეგ და უკვე გამოიწვია შეშფოთება აშშ-ში, იაპონიაში, ავსტრალიაში, ტაივანში და ინდოწყნარი ოკეანის რეგიონის სხვა ქვეყნებში. ჩინეთის სახალხო გამათავისუფლებელმა არმიამ განაცხადა, რომ უკვე 6 ივლისს სტრატეგიულმა ატომურმა წყალქვეშა ნავმა წარმატებით განახორციელა რაკეტის გაშვება სასწავლო საბრძოლო ქობინით. ოფიციალური ვერსიით მან ზუსტად დაარტყა განსაზღვრულ რაიონს ღია ზღვაში. პეკინმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ მან წინასწარ გააფრთხილა სხვა ქვეყნები და რომ გაშვება არ იყო მიმართული რომელიმე ქვეყნის წინააღმდეგ. ამავე დროს ჩინეთის ხელისუფლებამ არ გაამჟღავნა კონკრეტულად რომელი წყალქვეშა ნავი და რომელი რაკეტა მონაწილეობდა ამ გამოცდებში. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ საუბარია თანამედროვე ბალისტიკურ რაკეტებზე JL-2 და JL-3, რომლებიც შეიარაღებაში აქვთ ატომურ წყალქვეშა ნავებს ტიპი 0-9-4. ამჟამად ჩინეთს აქვს მინიმუმ 6 ესეთი წყალქვეშა ნავი. კიდევ 2 მშენებლობის პროცესშია, ხოლო ახალი თაობის 0-9 ტიპის წყალქვეშა ნავი ჯერ კიდევ შემუშავების ეტაპზე. პენტაგონის შეფასებით, JL-2 რაკეტის ფრემის მანძილი დაახლოებით 7200 კილომეტრია. მაშინ როცა JL-3-ის შეუძლია მიზნების დაზიანება 10000 კილომეტრამდე მანძილს. ორივე რაკეტას, როგორც მიიჩნევა, შეუძლია ატაროს რამდენიმე ბირთვული ქობინი დამოუკიდებელი დამიზნების სისტემით. ზუსტი გაშვების ადგილი ოფიციალურად არ სახელდება. ჩინეთმა ერთდროულად გამოაქვეყნა გაფრთხილება საზღვაო ნავიგაციისთვის, როგორც ყვითელი ზღვის, ასევე სამხრეთ ჩინეთის ზღვის რაიონში. ტაივანელმა ჩინოვნიკებმა განაცხადეს, რომ რაკეტა ფილიპინების გვერდით გაფრინდა, ხოლო იაპონურმა მხარემ დაადასტურა გაფრთხილების მიღება, მაგრამ არ უთქვათ გადაკვეთა თუ არა რაკეტამ მათი ქვეყნის საჰაერო სივრცე. და მხოლოდ 9 ივლისს სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის მკვლევარებმა გამოაქვეყნეს ჩინეთის ბალისტიკური რაკეტის ბოლო გაშვების რუკა. ის შედგენილია ოფიციალური სანავიგაციო გაფრთხილებების მიხედვით, სადაც მითითებულია დახურული საზღვაო ზონები. ამ რუკაზე ნათლად ჩანს ვარდისფერი უსაფრთხოების ზონები. ისინი თვალსაჩინოდ აჩვენებენ რაკეტის ფრენის მთელ მარშრუტს. გაშვება განხორციელდა ბოჰაის ყურიდან და წყლებიდან, რომლებიც მდებარეობს ტაივანის სამხრეთით. შემდეგ რაკეტამ ჩამოაგდო გამოყენებული საფეხურები ფილიპინების ზღვაში და იაპონიის მახლობლად. საბოლოო მიზანი მდებარეობდა ღია ოკეანეში, ავსტრალიის ჩრდილო-აღმოსავლეთით, ფიჯის მახლობლად. და ეს ტესტი ოფიციალურად ადასტურებს
პეკინის ბირთვული შესაძლებლობების მკვეთრ ზრდას. გარდა ამისა, ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ეს გამოცდები აჩვენებს ჩინეთის ეგრეთ წოდებულ ბასტიონის სტრატეგიას. ის გულისხმობს ბალისტიკური რაკეტების გაშვებას კარგად დაცული სანაპირო რეგიონებიდან, სადაც ატომური წყალქვეშა ნავები საკუთარი ფლოტისა და ავიაციის დაცვით იმყოფებიან. ასეთი კონცეფცია ზრდის მათ სიცოცხლის უნარიანობას და უზრუნველყოფს საპასუხო დარტყმის შესაძლებლობას, თუნდაც მოწინააღმდეგის თავდასხმის შემდეგ. ანალიტიკოსები ასევე აღნიშნავენ, რომ ეს გაშვება ჩინეთის ბირთვული ტრიადის საზღვაო კომპონენტის ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ დემონსტრაციად იქცა. გასულ წელს პეკინმა უკვე მიიპყრო ყურადღება, როდესაც კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა DF-31 გაუშვა წყნარი ოკეანის მიმართულებით, ხოლო ახლა დაადასტურა მზადყოფნა, აქტიურად გამოიყენოს თავისი სტრატეგიული ძალების წყალქვეშა კომპონენტიც. ტესტირება ჩატარდა ჩინეთის ბირთვული არსენალის მასშტაბური მოდერნიზაციის ფონზე და პენტაგონის მონაცემებით ამჟამად ჩინეთს დაახლოებით 600 ბირთვული ქობინი აქვს. და მიუხედავად იმისა, რომ წარმოების ტემპი გარკვეულწილად შენელდა, 2030 წლისთვის ჩინეთმა შეიძლება მათი რაოდენობა 1000-ზე მეტამდე გაზარდოს. ამასთან ერთად პეკინი აქტიურად აფართოებს თავის წყალქვეშა ფლოტს. საერთაშორისო სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტის ანალიტიკოსების შეფასებით, მხოლოდ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ჩინეთმა წყალში ჩაუშვა დაახლოებით 10 ახალი წყალქვეშა ნავი და უკვე აჭარბებს შეერთებულ შტატებს წყალქვეშა ნავების საერთო რაოდენობით. და ამ ყველაფრის ფონზე ჩინეთმა გააკეთა ფარისევლური განცხადება რუსეთის ომზე უკრაინის წინააღმდეგ. უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ გუშინ განაცხადა, რომ ჩინეთმა პირველად მკაცრად და ულტიმატუმის ფორმით გააფრთხილა რუსეთი ბირთვული იარაღის გამოყენების შესახებ ნებისმიერი მოსაზრების წინააღმდეგ. შემდეგ ზელენსკის ციტატა. ძალიან მნიშვნელოვანია ხაზგასმა, რომ არა მხოლოდ ევროპელები, არა მხოლოდ ამერიკა, არამედ ჩინეთიც და მგონია, რომ ეს პირველად ხდება. მათ ძალიან მკაფიოდ და ძალიან მკაცრად რეაგირება მოახდინეს, როგორც მითხეს ულტიმატუმის ფორმით, რომ ბირთვული იარაღის გამოყენების შესახებ აზრებიც კი არ შეიძლება არსებობდეს. აქ წერტილებს დავაყენებ. თქვენი აზრი და დასკვნები კომენტარებში დაწერეთ ამ გამოშვების ქვეშ. გამოიწერეთ არხი, დააცკაპუნეთ ზარზე და არ დაგავიწყდეთ მოწონება. ამით ყველაფერი დასრულდა. იზრუნეთ საკუთარ თავზე, ყველას ნახვამდის.